Წალკაში ყოფილი საავადმყოფო შენობაში თვითნებურად შეჭრილ პირებს დღეს ცენტრალური ხელისუფლების აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ მათ მოთხოვნებს ადგილზე გაეცნენ. ტოლობითი და განსახლების სამინისტროს ეკომიგრანტთა დეპარტამენტის თანამშრომლები დილიდან საავადმყოფოს ყოფილ შენობაში შეჭრილი ოჯახების მდგომარეობის შესწავლასა და მათ რეგისტრაციას აწარმოებენ. წალკის ცენტრში ყოფილი საავადმყოფო შენობაში 100-ზე მეტი ოჯახი თვითნებურად 11 ოქტომბერს გვიან ღამით შეიჭრა. ისინი აჭარის რეგიონიდან არიან. შესახლებულები შენობის დატოვებაზე ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მიწის ნაკვეთების გამოყოფამდე და საკუთრებაში გადაცემამდე უარს აცხადებენ. Daxlებით 60-მდე ოჯახი ავხსნერეთ და შესაბამისად ვადგენთ თუ ვინ არის პიკის შედეგად დაზარალებული ოჯახები. Გასაუბრებით გაიგო უმეტესი ადგილიდან არიან გადმოსულები. უმეტესი ნაწილი ეკომიგრანტები ამ ეტაპისთვის გამოიკვეთა რომ არ არიან. ტოლობითა და განსახლების სამინისტრო ნოემბრის დასაწყისში უკვე დაიწყებს აპლიკაციების შევსებას და შესაბამისად ვინმე ოჯახი გამოიკვეთა ისეთი ვინც არის პიკის შედეგად დაზარალებული შესაბამისად მოხდებიან ტოლობითა და განსახლების სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტში რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი სახლების შესყიდვას.